ნიკა მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის და მოდით ამ თემით მინდა დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ ეხა გუშინ ვნახეთ ზურა დღეს ნიკა გვარამია არის დაბარებული და პრინციპში ხო მთელი კოალიციის გადაწყვეტილება ვიცით ხო და ნიკა მელია ხო კოალიციის გადაწყვეტილება ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ვიცით ჩვენ რომ ამ ღალატის კომისიასთან არ თანამშრომლობს არავინ. მაშინ რას ფიქრობთ თქვენ, იყო თუ არა სწორი ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო გიორგი გახარიამ, როგორც მისი პარტიის წევრები ამბობენ, მივიდა იმიტომ რომ დაასრულაო წულუკიანის კომისია. ეთანხმებით? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ამ კითხვას პასუხი უნდა გავცეთ პრინციპიდან, რომელიც ჩემი აზრით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როგორც ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკაში, იმიტომ რომ მე ვერ ვიმიჯნავ ცხოვრებას და პოლიტიკას, როგორც მოიქცევი ცხოვრებაში, ისე უნდა იქცევდე პოლიტიკაში. ის მიდგომა, რომ პოლიტიკაში ამ ჟარგონს გამოვიყენებ, ყველაფერი მოსულა, ამან მიგვიყვანა რაღაც მხრივ იქამდე, რომ ადამიანებს ნდობა დაუკარგათ პოლიტიკური პროცესის მიმართ და რაღაც მხრივ მეტწილად ზუსტად მსგავსი მიდგომები ასაზრდოებს მსგავს რეჟიმებს. ანუ პრინციპში გულისხმობ იმას, რომ შეთანხმება რომლის მონაწილეებიც იყვნენ ოპოზიციური პარტიები, ეს შეთანხმება დაირღვა, ხო და მათ შორის ეს შეთანხმება დაიდო რაღაც 31 მარტის განაცხადის შემდეგ და ეს შეთანხმება დაირღვა და ეს იყო სამწუხარო, იმიტომ რომ ადამიანებს კვლავ გაუჩნდათ განცდა, რომ რაღაცაზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება, ამაზე ჩვენ პირობა მოგცენ და საბოლოო ჯამში კულისებში რაღაც გადაწყდეს და აქედან გამომდინარე შემდეგ ჩვენც, რა ვიცი, დავრჩეთ მოტყუებულები და საბოლოო ჯამში გზად შეიცვალოს. რა ინფორმაცია გაქვთ, იყო გიორგი გახარიას თანხმობა, რომ ის არ მივიდოდა კომისიის მე რაც ვიცი, ეს არის საჯარო, ეკაბესელიას უსმენდი დღეს მათ შორის და გუშინაც იყო ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებული და მათ შორის ვნახე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებები, ვინც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, რომ მათ დაადასტურეს, რომ მისი წარმომადგენელი კი ამაზე თანახმა იყო, ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით მას არ დაუფიქსირებია და მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ, დღეს მათ შორის მოვისმენე კომენტარი, რომ ეს იყო თითქოს რაღაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმება და რაღაცა თითქოს პირობა ადამიანს როდესაც ხელს ჩამოართმევ, მით უმეტეს მსგავს გლობალურ საკითხში ეს პირობა უნდა შესრულდეს. ან მაშინ არსებობს მეორე ვარიანტი, ზოგადად საკუთარ პოზიციაში გაჯიუტება, არ მგონია სწორი, შეიძლება ადამიანმა შეიცვალოს პოზიციები, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება დასაბუთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხარ საჯარო პოლიტიკაში და პირველ რიგში საზოგადოებას უნდა მიაწოდო ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ჩემი აზრით შემათავობამ სწორედ ეს მოიტანა, რომ ანუ ჩვენ ძალიან მეტი და მეტის მოთხოვნილება უჩნდებათ ადამიანებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან და ამას გძნობ მეც ხო, მათ შორის რუსთაველზე, როდესაც გავდივართ, კითხვები ისმება, შეიძლება რიგ საკითხში ჩვენზე მეტიც კი ესმით, ამიტომ ეს საჯაროობა სწორედ ამას საუბრობდა ჩვენი კოალიციაც, მათ შორის, როდესაც ბევრისთვის მიუღებლად რატომაც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით იყო საუბარი, ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ ის დოკუმენტი, რაც გვინდოდა რომ შემდგარიყო და რაც უნდა შედგენილიყო ჩვენი აზრით და რაც სწორი იქნებოდა, ეს დოკუმენტი იქნებოდა ერთგვარი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი საჯაროა, ჩვენ ვთანხმდებით ამაზე და მივდივართ ამ გზით. ასევე ის არგუმენტიც, რომ თითქოს ორ ძირითად საკითხზე არიან პარტიების შეთანხმებულები და ეს ორი ძირითადი საკითხი არის პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება და ახალი. ხო, პარტიულ საკითხებზე ვთანხმდებით, თუ ლევან გოგიჩაიშვილმა ასე თქვა. ლევანთან პატივისცემით, მაგრამ ეს საკითხები არ არის, ეს არის მოთხოვნები. და ის, რაც მაგალითისთვის შეიძლება და კომისიაში არ მისვლად შეიძლება და ახმულიყო, ეს არის კონკრეტული ბერკეტი, მოქმედების გზა და რა ვიცი, ზეწოლის მექანიზმი, მათ შორის არაღიარების ნაწილში, ხო? ის არის მოთხოვნები და მოქმედებები უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, ხო? ეს მოთხოვნები არ შეიძლება არასდროს, მანამ სანამ ერთი ადამიანი მაინც რჩება და აი პოლიტიკურ პროცესში იმ გზაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გაგვაჩნია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად რეჟიმის დემონტაჟისთვის, აქ შეიძლება რაღაცები შეიცვალოს ვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს რაღაცებზე შეთანხმება უნდა მოხდეს. ამიტომ მაგალითად ჩვენ გვახსოვს ისიც, რომ ნიკა გვარამია ადგილობრივი არა, საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად ამბობდა, რომ მას სურდა გიორგი გახარიასთან თანამშრომლობა, მე ისიც ვნახეთ რა პასუხი. იყო მათგანაც კი ბატონო. პროცესში მსგავსი რაღაცები იცვლება და საჯაროობა და დადასტურება ზუსტად ამიტომაც, რომ არაერთხელ უკვე ადამიანებმა ნახეს პოლიტიკური პარტიების მხრიდან რაღაცა ღია დაპირების თუ პირობის გაცემა და მე ამის დარღვევა, მე აი ამ ვითარებაში უკვე ძალიან რთულია ხოლმე შემდეგ აი ამ ყველაფრის გადალახვა. მაგრამ ნიკა, როდესაც თავად გახარიას პარტიის წარმომადგენლების აღქმა არის ასეთი, კი ბატონო, კარგით მიიღო გახარიამ ეს გადაწყვეტილება, ის ზრდასრული ადამიანია და თავად იგեղებს პასუხისმგებლობას, ხო, საკუთარ საქციელზე და საკუთარ ნაბიჯებზე.
საკითხებზე, მაგრამ ერთია რომ წავიდა და მეორეა რომ მივიდა და რაქნა. დაასრულა თია წულუკიანის კომისია ხა 20 ივნისთან დაკავშირებით აი აქ შემოდის მეორე მდგენელი ამ ამბის შეიძლება ვიღაცას გაეგო წინასწარ რომ განემარტა ეს გახარიას მის გუნდს ან პირადად მას რომ მსგავს გადაწყვეტილებას იღებს იმისთვის რომ რაღაც ჰიბრიდული ომის მექანიზმები არსებობს და ასე შემდეგ ხო რაც მოვისმენთ მაგრამ იქ ვინც ხდება იმაზე ძლიერად უნდა გამოიყურებოდა კი ბოლო ეტაპზე რაღაც თითქოს ეს ცადა მაგრამ ესეც მეორე და მესამე ხარისხოვანია საბოლოო ჯამში ჩვენ დავედით სადამდე ამ კომისიის მიზანი პირველ რიგში ეს არის ღალატის კომისია ცხადია როდესაც იწყება თემა და საკითხი იხსნება 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ამით ხარობს ხოლმე კრემლის ოფიციალური პირები და მათი პროპაგანდისტული საშუალებები. თან როცა წინა დღეს მაპატია ნიკა თია წულუკიანს ანწუხელიძეზე აქვს დათქვამი ის ფრაზა რაც მან თქვა. კი, მაგამდე მივიდივარ ზუსტად. საბოლოო ჯამში, როდესაც საუბრობენ რომ ეს არის თითქოს მათი მოედანი, მათი სივრცე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მაინც არის რაღაც ხრი თავის გამართლების მოძებნის ცდელობა. ჩვენ გუშინ და არა მარტო ჩვენ შეიძლება მე თქვენ და აქტიურად ჩართულმა ადამიანებმა ეს იცოდნენ და მეტწილად იცოდნენ რომ მსგავსი ვითარება იყო პოლიტიკურ კლასში განსაკუთრებით ქართული ოცნების ყოფილ თუ მოქმედ წევრებს შორის. გუშინ საზოგადოება მიხილა რეალურად თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკა, რაღაც ურთიერთბრალდებები, ეგოების ვერ დამშვიდება სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და ჩვენ მაინც ვინც ამ საქმეს კვალდაკვალ მივყვებოდით, მათ შორის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ოღონდ არა ეგოისტურად, იმიტომ რომ ეს შემდეგ გლობალურ საკითხებში გადადიოდა, არაფერი ახალი არ მოგვისმენია. ჩვენ ერთ-ერთი რაც ნახეთ ის როგორ არ უნდა იმართებოდეს ერთი პოლიტიკა, მეორე ის რომ 2019 წლის 20 ივნისსაც და ახლაც 6 წლის შემდეგაც ამ ქვეყანას არ ქონია დამოუკიდებელი ინსტიტუტები და რაღაც ჩრდილოვანი ხელი თუ უჩინარი ხელი მართავდა თურმე ყველაფერს, იმიტომ რომ მაშინ კითხვა უნდა დავსვათ, რატომ შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება პარლამენტის თხოვნით, ეს ცალკე დარღვევაა და ამაზე შეგვიძლია ხო ვისაუბროთ. არ ქონია დამოუკიდებელი ინსტიტუტები, თურმე არ ხოლია დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორები, ესეც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და აქედან გამომდინარე, რასაც უნდა ვაკეთებდეთ და ახლა რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ამიტომ არის ცვლილება საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მივიღოთ ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც მსგავს ვითარებებს, როგორც და სამწუხარო და როცა სასტიკ დღეებს აღარ მოუტანს ამ ქვეყანას, როგორც იყო 2019 წლის 20 ივნისი და როგორც იყო შემდეგი წლები, პირველი რუსული კანონი, მეორე და უკვე 28 ნოემბრის შემდეგ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადება, ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემდეგ წამოსული ის პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება და ასევე გუშინდელმა დღემ აჩვენა ამასთან ერთად ჩემი აზრით ძალიან ნიშანდობლივი უნდა იყოს ქართული ოცნების როგორც მაღალჩინოსნებისთვის, ასევე შუარგოლის წარმომადგენლებისთვის. რეჟიმის ბუნებაა ზოგადად ესეთი და არა მარტო აქ საქართველოში, არამედ რუსეთშიც, ბელორუსშიც მსგავსი ტიპის მმართველობები არის. შენთან ერთად გააკეთებენ შავ საქმეს, მათ შორის გარკვეულ კანონს დაგარღვევინებენ. შეიძლება ამის გამო მიიღო იმ პერიოდში დროსა და სივრცეში პოლიტიკური დივიდენდები, დაგაწინაურონ, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც კი შენ შეიძლება დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტს გამოავლენ, ისე მოგისვრიან, ესე გამოგიტანენ შემდეგ საჯარო სასამართლოზე და საბოლოო ჯამში შენვე გამოგიყვანენ მოღალატედ. არ არის ზუსტი შედარება და ჯვარი წერია ყველა სამისგან, მაგრამ პრიგოჟინიც ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი იყო პუტინის უბრალოდ ასეთ ფინანს არ უსურვებდა, მაგრამ ნიკა ის ზუსტად ეს იყო ყველაზე დიდი პარადოქსი. ხო, ზუსტად გუშინ რომ ის რისთვისაც თავის დროზე გახარია სუპერძალოვან ministrად თუ ყველაზე მაგარ მენეჯერად გამოგვიცხადეს და აწინა ურეს და ნუ რა ვიცი გვახსოვს ხო როგორ ხოტბას ასხამდნენ ხო ეს უნდა იყოს ქართული ოცნების მათ შორის წარმომადგენლებისთვის და ხარდამჭერებისთვის თავარი გზავნილი რომ გიორგი გახარია მაშინ როცა ჩვენ აქტიურად საუბრობდით რომ ის დროებით მაინც უნდა გადამდგარიყო რომ გამოძიებისთვის ხელი არ შეეშალა ხო მაშინ მთელი კამპანია იყო ის იყო სუპერძალოვანი გადაღლილი მინისტრი თითქოს რაღაც ემიგრანტების კამპანიაც იყო მაშინ ჩართული ანუ ეს ზოგადად მსგავს ვითარებებში არ არსებობს ადამიანი როგორც ღირებულება მაკო გომური მათთვის არ იყო მაშინ ღირებულება და დღეს თურმე წულუკიანისთვის არა მარტო მაკო გომური სიმბოლოა უბრალოდ მათ შორის დემეტრე ნაყოფია სულაშვილი თქვენ ირაკლი ყველა ვინც ამ დღემ დაშავდა და რაც უნდა ვიცოდეთ ოდესღაც მართლა შედგება ეგ დღე და იქნება რომ 20 ივნისის პირველში დაზარალებულები მონაწილეები ამ დღეზე ბევრს ისაუბრებენ და ამ დღეზე ისაუბრებენ იქიდან გამომდინარე როგორ არ უნდა დაუშვათ ასეთი დღეები და გუშინდელი კომისიაც სწორედ ამის ჩვენება იყო ჩემთვის სახელმწიფოებრივად რომ შევხედოთ სამომავლო გათვლებით რომ ამ ქვეყანას ჭირდება ისეთი შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელიც დაშლილი იქნება ბოლო დონეზე და იმდენაწილად რომ ადამიანები ძალიან უხეშად რო ვთქვათ სახეზე ვერ ცნობდნენ ერთმანეთს და პოლიტიკური მდგენელი არ იყოს მათ თანამდებობრივ კარიერულ წინსვლაში და კონდეს თავისუფალი სასამართლო მსგავს შედეგებამდე ვერ მივა. კარგი და ბოლოს ნიკა მოკლედ რომ მიპასუხოთ ასევე მამუკა მდინარაძის პირით ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რომ ეს ეგრევ ასე ვთქვათ კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლება გადავადდა ადგილობრივი არჩევნებში. ესეც სინამდვილეში არის
დასავლეთთან ერთგვარი კეკლუცის და პროპაგანდისტული გზავნილების ერთგვარი ნიაღო არის ზოგადად მსგავს რეჟიმებში ყველაფერი მოსულა და მაგიტომ უშვებენ ურთიერთგამორიცხავ მესიჯებს, ხო? აქაც რო ვიცოდეთ, მათ ჭირდებათ სასიცოცხლო ჭირდებათ ლეგიტიმაცია. ჩვენი გააწყვეტილებაც, იმიტომ კი არ იყო რაღაც კამიკაძეები ვართ და ყველას უნდა ან ციხეში წასვლა, ან ჯარიმების გადახდა 40,000 ლარი მაქვს, მე თვითონ ჯარიმა, მაგრამ ანუ ამას ვარ შეგუებულები, ეს მივიღეთ როგორც მოცემულობა, იმიტომ რომ ეს ვითარება უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. უბრალოდ აქ არის ძალიან თანმიმდევრული მწყობრი ნაბიჯების სისტემა, მათ შორის რაც შემდეგ უკვე დასავლეთს აიძულებს ქართულ ხალხთან ერთად, რომ კიდევ უფრო აქტიური გახდნენ სანქციების პოლიტიკაში და ხედავთ ჩვენ ბრიტანეთთან დაკავშირებით, როგორი შიშები აქვთ. პარლამენტში არ შესვლა, მანდატებზე უარის თქვა, მე ჩვენი მხრიდან დაფინანსებაზე უარის თქვა, შემდეგ უკვე კომისიაში არ მონაწილეობა და განაცხადი, რომელიც გვაქვს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ემსახურება რეჟიმის ბოლომდე არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და ამის გამყარებას. მოდი ვითარება წარმოვიდგინოთ და რატომ თქვა ეს მამუკა მდინარეზე. მათ სულთ რომ ვინმე შევიდეს ამ არჩევნებში, იმიტომ რომ და მარტივად შევხედოთ, მათივე ცესკოთითაც კი ჯამურად ოპოზიციამ და პატივისცემით შემდეგ ვინ შემოვიდნენ მათთან და მათი ხმებიც რო დავამატოთ, მათივე ცესკოთითაც კი ამ ოპოზიციამ მიიღო 800,000-მდე ხმა. ამ არჩევნებს არ უნდა შევხედოთ ისე რომ 7-8 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. არა, მათი ცესკოთითაც კი 800,000 ადამიანი საქართველოს მოქალაქის ინტერესი თუ არ იქან წარმოდგენილი ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს არავინ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლეგიტიმაციის მთავარი პრინციპი ქართველი ხალხი დგას ქუჩაში. ამიტომ ეს ორი კომპონენტი უნდა იყოს შენარჩუნებული და აქედან გამომდინარე იყო ჩვენი წუხილებიც იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, კომისიასთან დაკავშირებით და ზოგადად ამიტომ გვაქვს მსგავსი ხედვა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ხო, და ნუ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე პარტია არის, ვისაც აქვს მკაფიო პოზიცია ამ თემაზე, მაგრამ ალბათ რაც უფრო მოახლოვდება ეს დრო, მე ყველა პარტია უკვე უფრო მკაფიოდ იტყვის თავის სათქმელს. ნიკა, მადლობა, ნიკა ფარულავა, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი.